Შემოკლული ლევან ქარჩევას ძმა დააკავა. გარდაცვლილი სახლობლები პროკურატურასთან სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც მსჯავრდებულს 4 წელი მიუსაჯეს. გარდაცვლილი სახლობელთა განცხადებით, პროკურატურა მას ხელს აფარებს და ძიება შედარებით მსუბუქი მუხლით მიმდინარეობდა. საპროტესტო აქციის დროს გარდაცვლილი ძმა პროკურატურაში შეჭრას სცადა, რა დროსაც ის პოლიციამ დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, ლევან ქარჩევა მისმა თანამშრომელმა იარაღით გაუფრთხილებელი გასროლით მოკლა. დედამისი ყუროდა ფანჯრიდან, მიშველეთ არ გვისმენდნო და ხტებოდა ფანჯრიდან. ეს ნახა შვილმა და გამწარებით მიახდა კარს. დაიჭირეს ამის გულიზე, რკინის კარის გულიზე, მეტი არაფერი. რომ მომცეს ის საბოთი გადამიქცევრო ხსოს და რაღაცა და დამშვიდებით რაღაცა რო წავიკითხო. ამის უფლება არ მაქვს. ახლავე გაჩვენებოდა წაიკითხო. რა წავიკითხო დედა მე ხლა შეშლილმა რაზე გამოვიტანე? არაფერსაც არ მაძლევია. რატო არის შემთხვევითობა კაცმა ბუდიდან ამოიღო იარაღი, შემობრუნდა და ესროლა პირდაპირ გულში. რატოა ეს შემთხვევითობა? არ არის ეს შემთხვევითობა. იმან ხმურობა ვერ აიღო, მოვიდა გული და ესროლა და მოკლა, всё, გათავდა. მაინტერესებს, ეხლა მოგცენ საქმის მასალები პროკურატურამ რა საქმის რა გამოძიება წავიდა ყველაფერი მოგცეს და დაგვიდოთ. არაფრის უფლება არ გაქვთ რო გვეუბნებიან. შევიკრიბეთ ერთად იმისთვის რომ გავგეპროტესტებინა სამეგრელოს ზემოსვანეთის პროკურატურის ზეწოლა კონკრეტულად თენგიშგუშია საქმეზე. თუმცა და მოვაწყეთ საპროტესტო მსვლელობა და პროკურატურასთან მოსვლის დროს ნახეთ რომ არსებობდა მეორე საპროტესტო აქცია, რომელიც ეძღვნებოდა ლევან ქარჩევას დაღუპვის ამბავს. ჩვენ აქ ამ მომენტში გადავდეთ ჩვენთვის ჩვენს მიერ დაანონსებული